ფედერალურმა მოსამართლემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულება, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ, დროებით დაბლოკა. ეს ერთ-ერთია იმ ბრძანებებიდან, რომლებსაც ტრამპმა ინაუგურაციის დღეს მოაწერა ხელი. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, შტატებში დაბადებულ ბავშვებს, რომლებსაც მოქალაქეობის არ მქონე მშობლები ჰყავთ, ვაშინგტონის იურისდიქცია არ ეხებათ. მოსამართლე ჯონ კუგენური ამბობს, რომ განკარგულება იყო არაკონსტიტუციური. ამის გამო მას 14 დღით დაბლოკავს. გადაწყვეტილება მოსამართლემ პირველივე მოსმენის შემდეგ მიიღო. ეს ძალიან მარტივია. ყველაფერი განსაზღვრული იყო შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს, კონგრესისა და რამდენიმე მაღალჩინოსნის მიერ, რომლებიც შეთანხმდნენ. ამიტომ არ გამკვირვებია, როდესაც მოსამართლე კუგენურმა ეს ბრძანება და პრეზიდენტის ნაბიჯი აბსურდად ჩათვალა. იურისტების თქმით, დონალდ ტრამპს ამ ბრძანების მიღება უკანონო მიგრაციის შესაკავებლად სურს, თუმცა რეალურად ამ გადაწყვეტილებას მათი აზრით მიგრაციაზე მინიმალური გავლენა ექნება. შეერთებულ შტატებში თავისუფლებაა. უდიდესი ეკონომიკური შესაძლებლობებია და ეს ემიგრანტებისთვის მთელი მსოფლიოდან მიმზიდველი ფაქტორია. მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთ შვილებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიუხედავად იმისა, იქნებიან თუ არა ისინი მოქალაქეები. დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ მოქალაქეობის გაუქმება ემიგრანტებისთვის გადამწყვეტი არ იქნება. დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. არა, ცხადია, ჩვენ გავასაჩივრებთ. მსგავსი ვითარება იყო სიეტლში, არა? ამ მოსამართლისგან გასაკვირი არაფერია. თუ ეს ბრძანება საკონსტიტუციო ცვლილებად ჩაითვლება, მაშინ პროცესი ძალიან ხანგრძლივი იქნება. შეერთებულ შტატებში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭიროა ჯერ შტატების 3/4-ის, შემდეგ კი კონგრესისა და სენატის 2/3-ის თანხმობა.